მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის ვენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგერელი წარმოგიდგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროპროგნოზს საუბარია 15-21 დეკემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. დახუნძულია ეს კვირა მოვლენებით, პროექსკლორისა მივაქცევთ ყურადღება 20 რიცხვს, რა ხდება 20-ში, ახალ მთვარეობა გვაქვს ჩვენ. თხის გაზოდიაქოს ნიშანში მზედა მთვარე ხვდებიან ერთმანეთს, რის შედეგად რა საკვირველია სიტუაცია დაიწყება. ამიტომ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ამ დღეს არ დაიწყოთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, განწყობა, ჯანმრთელობა, რათა ეს დღე მშვიდად გავლოდა. თან ამ დღიდან უკვე შემთვარე მასტონებელი ძალა, ენერგია გადაინაცვლებს 9 თვით 14 სექტემბრამდე მომავალი წლისა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. რაც რასაკვირველია შექმნის პრობლემებს უცხოელ პარტნიორებთან, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით დაძაბავს, ღვიძლის და ნაღვლის ბუჩქის მუშაობას, ამიტომაც სიფრთხილე ექნება საჭირო კვებით პროდუქტებთან მიმართებაში და სწორი კვება ფრიად აქტუალური გახდება. ეს სიტყვით მოვლენები აქ ბევრი იქნება და 21 რიცხვი კვირა დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ზამთრის მზე ბუდობა, ყველაზე გრძელი ღამე, ყველაზე მოკლე დღე. ეს არის სწორედ ოცნებების ჩათქმის, შეიძლება ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები და ჩაუთქვათ ეს ოცნებები საკუთარ თავს პერიოდი. აქ იხსნება კოსმიური პორტალი, შემოდის საოცრად კარგი ნათელი ენერგია, ამიტომ იოცნებეთ კიდეც და ილოცეთ და დალოცეთ ადამიანები. ანუ სასიკეთო ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ უკვე ამ დღეს თქვენ ცხოვრებაში. ამით და კიდევ მზე 21-ში სწორად კვირას ერთი თვით განაცვლებს თხის გაზ ზოდიაქოს ნიშანში, რაც განავითარებს მეტად ადამიანებში ამ პერიოდიდან უკვე ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, პრაგმატული აზროვნების უნარს. თუმცა გაზდის ასევე სიჯულდეს. ახლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნას, პირველ რიგში ამშვეთ, რომ რადგან დედამიწა მაინც მიუხედავად ამ მოვლენებისა ფრიად უარყოფით არ გოვალში ამ კვირაშიც, ესე იგი ტენდენციები პრობლემებისა, კონფლიქტებისა, დაძაბულობისა გრძელდება. ამიტომ ყველა ნიშანს მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კვირის მიმართაც. დავიწყოთ ვერძით. ჯანმრთელობას ვერძი არ უჩივის, აქტიური, ენერგიულია, ჯანმრთელია, კონტაქტურია, გონებამახვილია, ლიდერია, ხელმძღვანელია. კი ბატონო, ეს ყველაფერი არის, მაგრამ მივაქცევთ ყურადღება ამ ნეგატიურ ენერგიებთან დაკავშირებულ წყალქვეშა დინებებს, რომელმაც შეიძლება პრობლემები და სირთულეები წარმოქმნან თქვენ ცხოვრებაში, რათა ეს არ გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი თქვენი განვითარებისა. აი რა ხელისშემშელი ფაქტორია, პირველ რიგში საერთო დაძაბულობა იზრდება თქვენსა და ევროპულებს შორის. მოგეხსენებათ არაერთი პრობლემის გადაწყვეტა, ძველი პროექტების დასრულება, მაგალითად რუტინული ყოველდღიური საქმეების შესრულება, რასაც თქვენ კატეგორიულად ვერ იტანთ და რაც საოცრად გვიძავს თქვენში გაღიზიანებას. აუნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი იდეის გადახედვის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ან სუსტრაფობა მოიმატოს, რის გამოც შესაბამისად უშვებთ. ეს პერიოდი მაინც არ არის სასიკეთო, მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით აქ სხვადასხვა სირთულეებმა შეიძლება ჩვენთან ჩვენს უცხოეთში მგზავრობა ეგულისხმება და შეიძლება აქ უცხოელ პარტნიორებთან გარკვეულმა დაძაბულობამ მიჩინოს თავი, აი გაუგებრობები უცხოელ პარტნიორებთან აქ უფრო მეტად მოიმატებენ. ამიტომ ეს ტენდენციები იჩენენ თავს და ეთხოვენ მეტ ყურადღებას. ყველას კარგია თქვენთვის 18 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-20 დეკემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებით, რომელიც უფრო ფრთხილად უნდა გამოვიდეთ. დარჩენილი დღეები წარმატების კუთხით თქვენთვის უფრო საშუალოა. რაც შეიძლება კუროს ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ჯერ კიდევ გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ერგოტონუსი მაინც დაბალი, ადვილად იღლებით, შრომისუნარიანობაც დაბალია, ამიტომ გვაქვს ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ. შემდეგ კვირიდან უკვე ენერგია მოგემატება და ჯანმრთელობაც უფრო მდგრადი გახდება, ემოციურადაც უფრო დასტაბილურებით, მაგრამ ამ კვირაში ჯერ ვიყოთ მაინც ყურადღებით. ეს პერიოდია ხელს უწყობს ასევე გარკვეულ დაძაბულობას და სხვა შორის ამშვეთ, რომ აქ რაც მეტად კარგი ურთიერთობა შენარჩუნება თქვენსა და დაუშვათ ახლობლებს შორის, თქვენსა და მეგობრებს შორის, მათი დახმარება, თანადგომა იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ამშვეთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება მოხდეს დამატებითი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გადაღლას გამოიწვევს. გადაღლა კი უკვე ემოციურ გაღიზიანებას გააძლიერებს თავის მხრივ. ურთიერთობებში სიტუაცია დაიძაბება, ფინანსური საკითხებით პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს, შეიძლება ამშვეთ ფრიად ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათო სიტუაციების წინაშე ან პროვოცირება შეიძლება მოხდეს კონკურენტებთან ბრძოლისა ენას კვილი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით, იმოქმედებს გულისებს მიღება. მაშინ წარმატებები გექნებათ მეტი. ყველას კარგია თქვენთვის 17 და 21 რიცხვები დეკემბრისა და არ ვარგა 19 დეკემბრის დღე და ეს რიცხვიც, რომელიც ფრთხილად უნდა გავიაროთ, თუმცა 20 რიცხვის როგორც ახალ მთვარეობა ყველას სჭირდება ყურადღება 20 რიცხვის მიმართ, ანუ შაბათ ივრის მიმართ, ეს უდავოა, ეს ყველას ეხება აბსოლუტურად.
აჩერებათ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, აღნიშნეთ, რომ უსამართლობა შეიძლება გადაეღაროთ, თუმცა ენერგიას ამ დროს არ ურჩევით. ენერგია გაქვთ, კომუნიკაცია არის, გონებამახვილობა მაღალი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული ინიციატივი, ეს ყველაფერი არის, მაგრამ წყალქვეშა დინებები. ეს არის გაძლიერებული ამის პროცესის ყურადღება და პირველი ფაქტორი ამასთან დაკავშირებული იქნება უსამართლობა თქვენს მიმართ სხვათა მხრიდან, რამაც შეიძლება ძალიან დაძაბოს ურთიერთობა. არასწორი ინტერპრეტაცია ფაქტების ან თქვენი სიტყვებისა სხვათა მხრიდან, რაც მეტ გაუგებრობებს შექმნის და დაძაბავს სიტუაციას. ეს პერიოდი რთულია იურიდიული პრობლემების გადასაწყვეტად, მშვენის საკითხებში კონსენსუსის მისაღწევად. ფინანსურ კონფლიქტების ტენდენციაც მოიმატებს, რაც შეიძლება მეტად ეცადეთ შეინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, სიმშვიდე და პრობლემები, როგორც საქმიან, ასევე ბიზნეს, ასევე სასწავლო პარტნიორებთან გადაწყვიტოთ მშვიდობიან და დიპლომატიით და კომპრომისებით და არა კონფლიქტებით. რაც მე კიდევ მეტად გაუღრესებს ამ ურთიერთობებს. ყველას კარგია თქვენთვის 18 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 16-20 დეკემბრის დღეები, ზედმეტად ეს რიცხვებიც. რაც შეიძლება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს ცოტა რთულია, ჯერ კიდევ ეს კვირა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაინც დაბალია, მომავალი კვირიდან მოიმატებს თქვენი ენერგია, ჯანმრთელობაც უფრო გამოჩვენებს და მაგრამ ამ კვირაში მაინც ვიღოთ ყურადღებით. განსაკუთრებით შაბათ დღეს მეაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ ახალმთვარეობაა და კირჩხიბები ყოველთვის ძალიან მძიმედ იტანთ ახალმთვარეობის დღეს და საერთოდ ეს კვირა ეთქოს ყურადღებას პირველში ჯანმრთელობის მიმართ. აქ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იჩინონ თავის სამსახურეობრივ სფეროში, შეიძლება სიტუაციები იყოს დაძაბული და თქვენ შეიძლება იგრძნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები აბსოლუტურად უსამართლოდ გეპყრობიან, რაც გამოიწვევს ასე ვთქვათ თქვენი მხრიდან უკმაყოფილებას. და ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ თვლით, რომ უმადურობა სხვების მხრიდან თქვენდამი და თქვენი მოქმედების მიმართ ასევე გახდება გამაღიზიანებელი და უსამართლობის შეგრძნების მომტანი. ეცადეთ ამის და მიუხედავად მაქსიმალურად ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან დაიცვათ სიმშვიდე და დაიცვათ სტაბილურობა. ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვენი ასევე შემდგომი თქვენი კარიული წესრიგის პერსპექტივები. ყველას კარგია თქვენთვის 15 და 21 დეკემბრის დღეები და განსაკუთრებული სიფრთხილე 18 და 20 დეკემბრის დღეებს და ამ რიცხვებს. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, პირველში მოიტანხმოთ, რომ მოიმატებს თქვენში ეგოიზმი, ამბიციურობა, დიქტატორული ტენდენციები, პრეტენზიულობა სხვების მიმართ, რაც დაძაბავს ურთიერთობებს უიღლყოფ ადამიანებთან და შექმნის ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებს, მათ შორის ხელმძღვანელებთან, ასევე უფროსი თაობის ადამიანებთან. აღნიშნოთ, რომ მოშორნეების აქტიურობენ თქვენ საწინააღმდეგოდ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქვენ მოახდინოთ იგნორირება სხვათა უფლებებისა, ანუ სამართლებაც გამოვინოთ, რაც დაძაბავს კიდევ მეტად ურთიერთობებს. ამასთან ერთად ხელშეკრულებები შეიძლება დაერღვეს. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ და მეტად დიპლომატიური რბილი იყოთ ურთიერთობებში, როგორც სასკვარლო პარტნიორებთან, ასევე შვილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ ურთიერთობების დაძაბვა კიდევ მეტად გაართულებს თქვენი წინსვლის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური და ეგოისტური. ყველას კარგია თქვენთვის 18 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 16 დეკემბრის დღე და რიცხვი და 20 დეკემბერიც ახალმთვარეობა ცოტა თხილად უნდა გამოვიდა რა აღნიშნული შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი საქმეების დაწყება ამ დღეს რო არ არის სასურველი, ესეც უნდა გაითვალისწინოთ. და რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო ენერგოტონუსი თქვენი ამის შემდეგი კვირიდან მოიმატებს, მაგრამ ამ კვირაში ჯერ ჯანმრთელობა არ ამგრადია. ამიტომ ადვილად იღლებით, ნუ გადაიღლებით, დაიღალით, მაგრამ ნუ გადაიღლებით, ემოციას მეაქციათ ყურადღება, იმიტომ რომ დაძაბულობა ემოციური ფონის არასტაბილურობის ნიადაგზე საკმაოდ მაღალია. ეს ის პერიოდი, როდესაც არ ვარგა ქორწინება, არ ვარგა სარემონტო საქმეები, მსხვილი საყიდლების გაკეთება, ამისთვის შემდეგ კვირა უფრო მისაღები იქნება. და აქ პარტნიორული დაძაბულობის ტენდენცია მოთხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ და თქვენი პარტნიორები აბსოლუტურად სუბიექტურად შეაფასებთ მოვლენებს და აბსოლუტურად დაუპირისპირდებით ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს. თვლით, რომ უსამართლობას აქ ადგილი და ორივე მხარე ჩათვლის ასე რაც მეტად დაძაბავს ურთიერთობებს. ეს პერიოდი ამიტომ არ ვარგა ხელშეკრულებების დასადებად, მოლაპარაკებების წარმოებისთვის. აქ რაც შეიძლება მეტად ეცადეთ, რომ კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. იგივე მშობლებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, თუ აქ ურთიერთობა დაიძაბა, თქვენ კიდევ უფრო მეტად დაიძაბებით და საყოფაცო პრობლემების წინაშე თუ დადექით, მაგათ შეიძლება გაფუძნდეს ტექნიკა, ელექტროტექნიკა, კომპიუტერი, ტელევიზორი და შემდგომ. ცოტა ფრთხილად, ეს აუცილებლობას წარდებოდა, მაგრამ თუ მოხდა,
ამას აყვება თქვენი ემოცია და დაძაბავთ ამის გამო ურთიერთობებს მათ შორის ახლობლებთან. რაც გასაკეთებელია, 7 გონებით გააკეთეთ ზედმეტი ემოციების გარეშე. ყველაზე კარგია თქვენთვის 15 და 20 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 18 დეკემბრის დღე და რიცხვი. თუმცა 20 მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაინც კარგი გაქვთ, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ახალ მთვარეობაა და მაინც ცოტა მოვერიდოთ ამ დღეს სარისკო მოქმედებებს და რაღაც გრანდიოზული საკითხების გადაწყვეტას. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, სასწორებო რთული პერიოდია, არაჯანმრთელობის კუთხით ჯანმრთელობა თქვენი მდგრადია, ერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, ეს ყველაფერი მაღალ დონეზე გაქვთ, მაგრამ საერთო დაძაბულობა თქვენ სირბლივ მატულობს, რაც იწვევს თქვენში ასევე აგრესიულობის ზრდას. ამას შეიძლება პროვოცირება მოახდინოს კონფლიქტებისა ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. ეს ნეგატიურ დახს დაასრულებს, რომ გქონდათ თქვენს შრომას, ხარისხს მუშაობისა და უმშოთ ისიც, რომ აქ ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ ვერ იტანს ხვის არაკომპეტენტურობას, ან უპასუხისმგებლობას, რაც შეიძლება ძალიან ასე ვთქვათ, მძაფრი რეაქცია მისცეთ. აქ ეს პერიოდი არ ვარგა საზოგადოების წინაშე, ფართობანების წინაშე გამოსვლისათვის, მგზავრობის კუთხით, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. აქ სირთულეები მეტად წარმოიქმნება და აუჩვენთ ისიც, რომ ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. იმიტომ თქვენი მოტყუების ცდელობაც იქნება საკმაოდ მაღალი. ხელშეუხლებას ხელი არ მოაწეროთ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ, რათა ამ კუთხითაც შეცდომები არ დაუშვათ. ეს კარგია თქვენთვის 19 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და ცოტა ფრთხილად ვიყოთ 17 და 20 დეკემბერს. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება, საერთო დაძაბულობა კვლავ მაღალია. ამიტომ თქვენი რეაქციაც ამ დაძაბულობაზე იქნება უფრო გამძაფრებული, ზოგიერთ შემთხვევაში ბრიად აგრესიული. ამიტომ თავდაჭერა მაქსიმალურად გმართებთ საკუთარი ემოციების და აგრესიის მიმართ. იქნებით ზედმეტად სუსტრაფი და მით უმეტეს თუ რაღაც თქვენს ინტერესებს ეხება, აი აქ ორმაგად აგრესიული ხდები და კონფლიქტური. იქნებით ზედმეტად ასე ვთქვათ პირდაპირი და თან სარკასტული, ეს გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტურობას ურთიერთობებში, ფინანსური დანაკარგების ტენდენცია მაღალია და უმშოთ ისიც, რომ ამიტომ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსებთან დაკავშირებით. შეიძლება რაღაც მოლოდინი გქონდეთ ფინანსებისა და რაღაც გადაიდოს ეს საკითხი მაგალითად, ამას შეიძლება ძალიან გაგრძელოთ. ამავდროულად არავითარი კაპიტალ დაბადებები, არავითარი ისეთი მით უმეტეს სარისკო ინვესტიციები. რაც შეიძლება იყოს ფრიად გაუმართლებელი. ყველაზე კარგია თქვენთვის 16 და 20 დეკემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 18 დეკემბრის დღე და რიცხვი. თუმცა 20 მიუხედავად იმისა, რომ მაინც თქვენთვის შედარებით უკეთესია, იმიტომ დადებითი დღეა, მაგრამ მაინც ახალ მთვარეობაა და იცით, რომ ახალ მთვარეობაში არის რაღაც ცნუნებები, პრობლემები, ამიტომ ეს დღეც მაინც ცოტა ფრთხილად გავიაროთ. შილდოსნებს რაც შეეხება, მაინც ყველა წარმატებული ამ კვირაში არის შილდოსანი, იმიტომ რომ ენერგია მაღალი აქვს, ენერგოდონე, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ხელმძღვანელია, ყველაზე ოპტიმისტია და ფრიად დინამიური პერიოდია, მაგრამ ამავდროულად მატულობს იმპულსურობა, სულსტრაფობა, რის შედეგად შეიძლება შეცდომები დაუშვათ. ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას მოდი აღვნიშნოთ, რომ უსამართლობამ შეიძლება იცნოს თავი, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ. და აუნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას ეცადეთ, რომ არ კონდეს ადგილი ზედმეტ ფინანსურ ხარჯს თქვენი მხრიდან გაუმართლებელ ხარჯს და აკონტროლეთ საკუთარ თავში სულსტრაფობა, უღაერთობა, ამბიციები, გადამეტებული, ასე ვთქვათ, დიქტატურისადმი მიდრეკილება და პრინციპი. მე ყოველთვის მართალი ვარ. აი ამ პრინციპებით მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობებს. და ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 19 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 17-21 დეკემბრის დღეები და 20 რიცხვი ახალმთვარეობა, იცით რომ ცოტა ფრთხილად წინდახედულად უნდა გავლოთ. დღის გას რაც შეეხება ამ კვირაში თავდება თქვენთვის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი, უკვე შემდეგი კვირიდან მოხვალ ჯანზე ენერგია მოგემატება და განწყობა შეიცვლება, ამიტომ ეს ერთი კვირა ფრთხილად გავიაროთ, კუდი არ მოიქნიოს ამ პერიოდმა და სირთულეები არ გაგიძლიეროთ, ეჯერ პირობში ჯანმრთელობას არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ტრაუმატული ტენდენციები მაინც მაღალია და ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით. აქ საერთო დაძაბულობა თქვენს ირგვლივ კვლავ მაღალია და აუჩვენთ, რომ აი სხვათა მხრიდან უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურობა ძალიან გიშლით ნერვებს და ამას შეიძლება ძალიან მძაფრი რეაქცია მისცეთ. დამფრიად ჯიუტი და ხისტი ხდებით. ამას შეიძლება დაძაბოს სიტუაციები თქვენს ირგვლივ. და აქედან გამომდინარე, აკონტროლეთ რა ხდება ზოგს უკან. ფარგლტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები ფრიად აქტიურად მოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ და ამიტომ ვეცადოთ, რომ მეტი თავდაჭერა, სიფრთხილე, წინდახედულობა და კონტროლი გქონდეს
ეს წინა პლანზე ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ ამ კვირაში აფერი ახალი სარისკო არ დაიწყოთ. ამისთვის უკეთესი იქნება ამის შემდგომი კვირა. ყველას კარგია თქვენთვის 16 დეკემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგათ 18 დეკემბრის ნაწილობრივ 20 დეკემბრის დღეები და რიცხვებიც, რომელიც ფრთხილად უნდა გამოვთ. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნებადობას, მერწყული ჯანს არ ურჩევის საქმოდ აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტურია, გონებამახვილია, ეს ყველაფერი არის, გარკვეულ პოზიტიურ შანსებს გვაძლევს, მაგრამ ფეიქების ალბათობა ინტერნეტში მოიმატებს. ამიტომ აქტურავის ნოენდობით ტყულების ტენდენციას გაძლიერდება ყველაფერი გადაამოწმეთ. სხვა სახის კონფლიქტებმა შეიძლება იჩინონ თავი, რაც ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს საერთო წარმატებებს, ზოგიერთი გეგმები პერსპექტივები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ხოლო პარტნიორული კოლექტიური ძალისხმევა შეიძლება სერიოზულ კრიტიკას გადააწყდეს და აქაც შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს ურთიერთობა. მეგობრებიც კი უფრო პრეტენზიულები გახდებიან და აქაც შეიძლება სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბოს, ამიტომ უფრო მეტი დრო წავა იმაზე, რომ უყურებ მოაგვაროთ გარკვეული კონფლიქტები და გაუგებრობები როგორც საქმეებში, ასევე ურთიერთობებში. ეს რაც ყველა გადართავს თქვენს ყურადღებას ძირითადი საქმეებისგან და ცოტა ხელში შეუშლის თქვენს განვითარებას. ყველას კარგია თქვენთვის 19 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 15-21 დეკემბრის დღეები, ცოტა საფრთხილს გმართებთ ასევე 20 რიცხვი, რომელიც ახალ მთვარეობას უკავშირდება. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, დაძაბულობა კვლავ მაღალია ამ პერიოდში, შემდეგ კვირიდან გაუმჯობესდება თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა და საერთო განწყობა, მაგრამ ეს კვირა ფრთხილად გავიაროთ, კონფლიქტების პრობლემების ტენდენცია და მათი გამძაფრების ტენდენცია მაღალია. აქ კარიერული საკითხები მოითხოვენ ყურადღებას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კოლეგების, ახლობლების, მეგობრების ინტერესები, ზოგიერთი შეცდომის გამოსწორების წინაშე დადგებით, ამავდროულად კრიტიკოსები არ შემცირდებიან, პირიქით მოიმატებენ. რამაც შეიძლება ცოტა გაღიზიანება გამოიწვიოს თქვენში, ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს ავტორიტეტს და ასე შემდგომ. მეტად დაერდეთ ინტუიციას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი თვითრწმენა ცოტა შემცირებულია, ესეც გავითვალისწინოთ. ამიტომ ჯობია აქ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი თქვენი კარიერული განვითარებისთვის. ყველას კარგია თქვენთვის 17 დეკემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19 და ნაწილობრივ 20 დეკემბრის დღეები, რომელიც უფრო ფრთხილად და წინ დახედულად უნდა გამოვოთ. ამ ინფორმაციით, საუკეთესო სრულებით, თქვენი წარმატების იმედით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.